ვაქცინები ყველა თაობისთვის ეფექტურია. ამ თემატიკით ევროპის იმუნიზაციის მე-20 კვირეული დასრულდა. მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაა იმუნიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს იცავს ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან. იმუნიზაცია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულშია. კვირეულის შედეგების სპექტრთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ გველესიანმა შეაჯამა. ჩვენ რა თქმა უნდა ვეხმაურებით ამ მნიშვნელოვან მოვლენას. ერთი კვირის განმავლობაში იყო დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრში. გუშინ და გუშინწინ მაგალითად პირველად ჯანდაცვის დაწესებულებები წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ ჩვენთან. განხილული იქნა იმუნიზაციის შედეგები, კვარტალის შედეგების მიხედვით. ზოგადი მონაცემები ჩვენთან არის დამაკმაყოფილებელი. ის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს, ეს არის APV 1000-სთან დაკავშირებით, რომელზეც განსაკუთრებული მუშაობა გვჭირდება, იმიტომ რომ მშობლამდე იყოს ინფორმაცია ზუსტად მიტანილი, რა მნიშვნელობა აქვს ამ ვაქცინაციას. ამიტომ ამ ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით ჩვენ ვაპირებთ შეხვედრას საბავშვო ბაღებში პერსონალთან და მშობლებთან, მათი მნიშვნელობაზე, რომლის ღონისძიებაც დღეს იგეგმება და ჩატარდება. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, კლინიკა ელიტეში, ჯეოხოსპიტალის ამბულატორული ცენტრის და სტაციონარში ჩატარებული იქნა მონიტორინგი, სწავლების მიზნით შეფასებული იქნა მდგომარეობა დღევანდელი მონაცემებით. ვაქცინები სრულად არის შემოტანილი მუნიციპალიტეტში, მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია, მაცივრები გადაცემულია ყველა სამედიცინო დაწესებულებაში და მიმდინარეობს ცივი ჩათვის ლოჯისტიკა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრი გამოთქვა მზადყოფნა ამ კვირეულის ფარგლებში და ჩატარდა ყველა ის ღონისძიება დაგეგმილი, რომელიც შეთანხმებული იყო ეროვნულ ცენტრთან. და ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ მოსახლეობას იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა, განსაკუთრებით კი ყურადღება უნდა მიაქციონ მშობლებმა იმ ვაქცინებს, რომლებიც ბავშვებში ტარდება საბავშვო ასაკში. ეს არის ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შემცირების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა. ჩვენ ჯანმრთელობას უსურვებთ ჩვენ მოსახლეობას და შეგვიძლია ვთქვა, რომ ვაქცინები, რომელიც შემოდის ჩვენს მუნიციპალიტეტში ქვეყანაში, ნამდვილად უსაფრთხოა და მათი შემოტანა მუნიციპალიტეტში ხორციელდება ცივი ჯაჭვის ყველა წესის გათვალისწინებით. დღეს თვისობრივად სახეშეცვლილი პროგრამა, თვისობრივად სახეშეცვლილი დაფინანსების სტრუქტურა იყო წარმოდგენილი, რაც პირველ რიგში ითვალისწინებს კიდევ უფრო მეტ ეფექტურობას სოფლის მეურნეობის, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ფერმერებისთვის და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაიზარდოს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის როგორც წარმოება, ასევე გაუჩნდეს საექსპორტო პოტენციალი, იყოს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ქართული წარმოებული პროდუქცია, რადგან ეფექტურობა ფაქტობრივად პირდაპირ ხელს უწყობს თვითღირებულების გაიაფებას, რაც თავისთავად ცხადია და ხარისხობრივ გაუმჯობესებას, რაც თავისთავად ცხადია, ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად ექსპორტის გაზრდას. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ რიგი პროექტები რჩება, რა თქმა უნდა, აგროკრედიტის ნაწილში, აგროდაფინანსების ნაწილში, სისტემურად კიდევ ერთხელ წარმოდგენილი, ანუ დაფინანსდება ერთიანი პროექტები და არაცალკეული კომპონენტები, ანუ ამითი ფერმერს უმარტივდება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომობა პროგრამებზე, არ მოუწევს სადიდაოდ სხვადასხვა კომპონენტებზე ცალ-ცალკე პროექტების წერა და ცალ-ცალკე დაფინანსების წყაროების მოძიება, ეს ხდება ერთიანი პროექტის ნაწილი. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის ფერმერთა რეესტრის შექმნა, რაც შესაძლებლობას მოგწევს კიდევ უფრო ზუსტი ინფორმაცია გქონდეს რეალურ დროში ფერმერებთან მიმართებით, მათ მიერ ნაწარმოებ პროდუქციასთან მიმართებით, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობას მოგწევს ანალიზის თუ რა მიმართულების გაძლიერება არის მნიშვნელოვანი, უფრო მეტ შესაძლებლობას მოგწევს, რომ ფერმერთა საჭიროებებზე ავეწყოთ და ზუსტად ამ დაფინანსების წყაროებით და ინსტრუმენტებით კიდევ უფრო მეტად მივეხმაროთ ფერმერს და მხარში დავუდგეთ ფერმერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს ფერმერის პროდუქცია საქართველოში ნაწარმოები და კიდევ უფრო მეტად ხარისხობრივად გაუმჯობესებული იყოს ქართული ფერმერის პროდუქცია. წელს არის ცნობილი მწერლის რეზო ინანიშვილის 100 წლის საიუბილეო თარიღი და სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით მოვამზადეთ პროექტი ღია გაკვეთილები მუზეუმში, რადგან
ამ პროექტის ძირითადი მიზანით და შინაარსიც არის ის, რომ მოსწავლე ახალგაზრდობა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვოთ წიგნს. ინანიშვილის მოთხრობებში ხვდებით განსაკუთრებით გულთბილ დედებს, ბავშვებს, მოხუცებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ხვდებით თვალხატულა გოგოებს, ტიღა ბიჭებს. აქ ამ წიგნის ფურცლებში კიდევ ბევრი რამ არის, რაც მთავარია, აქ არის ძალიან დიდი სიყვარული, სითბო, სიკეთე, თანადგომა, მეგობრობა და კეთილი, ძალიან კეთილი გული. ეს არის სამყარო, რომელიც უთვალავის ფერით გადაიშლება ჩვენს წინ და რომლის შემოქმედიც რეზო ინანიშვილი გახლავთ. როგორც იცით, უკვე დღეს ჩვენ ვიწყებთ პროექტს და პროექტი გაგრძელდება 29 აპრილის ჩათვლით. მინდა გითხრათ, რომ ქალაქის ყველა საჯარო სკოლა ღებულობს მონაწილეობას, ასევე სოფელ ტაბაკინისა და ქვედასაქარის საჯარო სკოლები და 2 სკოლა, დამოუკიდებელი სკოლა, სკოლა ლიცეუმი ანაბასისი და სკოლა ორნატი. მინდა მადლიერება გამოვხატო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა საჯარო სკოლის დირექტორების მიმართ, რადგან ისინი მუდმივად თანამშრომლობენ და ჩვენს გვერდით არიან, ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო მონაწილე სკოლის დირექტორების მიმართ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მიმართ და ასევე მოსწავლეების, რომლებიც ღებულობენ ამ ღია გაკვეთილში მონაწილეობას. ვისარგებლებ თქვენი ტელევიზიის საშუალებით და მოუწოდებთ წიგნის მოყვარულებს, რომ დაესწრონ და მიიღონ უდიდესი სიამოვნება ახალგაზრდა თაობის მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილებით. წარმოვადგენთ ტაბაკინის საჯარო სკოლას, მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მიგვეღო მონაწილეობა ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ რევაზ ინანიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კვირეულში. სიხარულით დავთანხმდით, რადგანაც იყო ძალიან კარგი გამოწვევა. სკოლაში უკვე 4 წელია არსებობს კითხველთა კლუბი ბალავარი. კლუბის ფუნქციონირების პერიოდში გავეცანით არაერთი ქართველი და უცხოელი მწერლის შემოქმედებას, მათ შორის რევაზ ინანიშვილის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როდესაც კლუბი იწყებდა მუშაობას, პირველი წავიკითხეთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა პატარა ბიჭი გოლგოთაზე და მოგვიანებით კერძოდ წელს წიგნის კითხვის საჯარო დღეს გავეცანით რევაზ ინანიშვილის მოთხრობას წიგნი. ჩვენი მასწავლებლების და მოსწავლეების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო ეს 2 მოთხრობა ერთი თემის, ერთი იდეის ქვეშ გაგვერთიანებია. შევარჩიეთ სათაური წიგნიდან გოლგოთამდე სულიერი გზის ძიება. დღეს წარმოვადგენთ ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ ამ სათაურის მიღმა 2 მოთხრობის პრეზენტაციას. ჩემი აზრით მაყურებელს უნდა ეს სიამოვნოს, რადგან ჩვენ ისეთი ნაწარმოებები შევარჩიეთ, რაც მე პირადად ძალიან მომეწონა და ჩემი აზრით დიდი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ამ ჩვენმა პრეზენტაციამ მაყურებელზე და უნდა მიხვდეს უკვე რა არსიდებს ამაში, კარგად უნდა გააანალიზოს, უნდა დაფიქრდეს და მე შეიძლება უკვე სხვანაირად წარიმართოს მისი ცხოვრება, რაღაცით შეიცვალოს უკეთესობის. საკალათბურთო სუპერლიგის პლეი-ოფი დაიწყო. ზესტაფონში მიხეილ სალაძის სახელობის სპორტის სასახლეში მარგვეთმა ორბს უმასპინძლა. რეგულარული ჩემპიონატი ამ გუნდებმა სატურნირო ცხრილის მონაცემებით გვერდიგვერდ დაასრულეს. მარგვეთი მე-4 ადგილზე გავიდა, მე-5 პოზიცია კი ორბმა დაიკავა. შეხვედრაში იყო მომენტი, როცა ზესტაფონის მარგვეთი 24 ქულით უგებდა ორბს, საბოლოოდ კი 98-ით 78 გაიმარჯვა. მარგვეთმა გუნდური თამაში აჩვენა, ჩავარდნა არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონდა და აღნიშნულ გამარჯვებაშიც ყველამ თავისი წილი შეიტანა. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი კრისტიან ჯონსი იყო, 19 ქულით ბომბარდირი სანდრო სანაძე გახდა, რომლის ანგარიშში ასევე 5 პასია. ორბში კი 21 ქულით შონ მური გამოირჩა.